ამიტომ ძალიან მაგარი დუელი გვექნება ფინალშიც ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ნახოთ ჯერ ილია ბერიძე თუ დავით ჭეიშვილი, ვინ იქნება მისი მეტოქე ფინალურ დაპირისპირებაში. ილია ბერიძე ლიდერია, დავით ჭეიშვილი კი მდევარი, როგორც ხედავთ, ილია ბერიძე მოწყდა დიდი კუთხით, როგორც ყოველთვის და შესანიშნავად შეასრულა პირველი ზონა. ნახოთ გადაწყობისას აგრესიით გამოირჩეოდა დავით ჭეიშვილი. მთელი დღის განმავლობაში იგი უნაკლოა ჯერჯერობით, ვერავინ შეძლო მის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება. აქეთ რა ხდება ბოლო, აქეთ ზონაში ცხვირის კლიპინგს კარგად იღებს ილია ბერიძე, როგორც ხედავთ და აი ეს გადაწყობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი და შესანიშნავად ასრულებს ამასაც. დავით ჭეიშვილი მიყვება სოფიანივით, დავით ჭეიშვილი ილია ბერიძეს და ილიაც ასრულებს უნაკლოდ თავის დავალებას ნამდვილად. და ვნახოთ რა იქნება მეორე შემთხვევაში. დავით ჭეიშვილი, ილია ბერიძე, მეორე ნაწილი ამ დუელის, რა იქნება ამ მომენტში, როგორ გარისკა დააკვირდით დავით ჭეიშვილმა, ზღვარზე გაიარა ზონაში და შესანიშნავად გადაეწყო ილია ბერიძე. აქაც სინქრონული იყო თითქმის გადაწყობა, ძალიან ახლოს არის ცხადია, დიდი კუთხით ჩამოვიდა აქ დაღმართზე ცხვირის კლიპინგისკენ დავით ჭეიშვილი ორი საბურავით, მე მგონი დატოვა ტრაექტორია, როგორც დავინახე ერთი შეხედვით, მინიმუმ ერთით მაინც. აქ კვამლში დავიკარგეთ, არაფერი არ ჩანს, გამოვედით კვამლიდან და ხედავთ რომ ისევ ძალიან ახლოს არიან დრიფტერები ერთმანეთთან და დიდი კუთხით შემოწვივდნენ ორივე ფინიშის ხაზთან. და ვინ არის დღევანდელი დღის მეორე ფინალისტი? და ფინალში იასპარეზებს ილია ბერიძე.